მოგესალმებით, გთავაზობთ Huawei Ascend G700-ის განხილვას smartphone-ს, რომელიც კომპანიამ 2013 წლის სექტემბრის თვეში გამოუშვა. ეს არის საკმაოდ მძლავრი მოდელი, იგი იწვევს 155 გრამს, ხოლო ეკრანის ზომა აქვს 5 ინჩი, თითოეულ კვადრატულ ინჩზე პიქსელების განთავსება არის 294 ერთეული, რაც საშუალოზე კარგი მაჩვენებელია. Smartphone-ს აქვს კარგი გამოსახულება. წინა მხარეზე ასევე მოთავსებულია ნავიგაციის ზრდაკები, რომლებიც სამწუხაროდ არ ანათებს. ზედა მხარეზე განთავსებულია 1.3 მეგაპიქსელიანი კამერა, ასევე კომპანიის ლოგო და სენსორი ავტომატური განათებისათვის. Smartphone-ის მარჯვენა მხარეზე მოთავსებულია მისი ჩასართავ-გამოსართავებელი ლაკი, ზედა მხარეში განთავსებული არის 3.5 მმ ლენზი ყურსასმენებისათვის, ასევე მარცხენა მხარეზე არის ხმის დასაწევი ლაკები, ხოლო ქვედა მხარეზე მოთავსებულია micro USB პორტი, გვერდითი მოთავსებულია ჭერილი მიკროფონისათვის. Smartphone-ის წინა მხარე შესრულებული არის მეტალის კანტით, რომელიც მას გარშემო არ კრავს. უკანა პანელი არის პლასმასის, რომელზეც მოთავსებულია კომპანიის ლოგო. ზედა მხარეში ასევე არის მეტალის რგოლიანი Full HD ვიდეო კამერა, რომელიც იღებს საკმაოდ კარგ ფოტოებს. მას აქვს BSI სენსორი დაბალი განათების პირობებში, იგი იღებს საკმაოდ კარგ ფოტოს, ასევე მას ეხმარება LED განათება. ზედა მხარეზე კი მოთავსებული აქვს მიკროფონის ჭრილი ვიდეო გადაღებისათვის, ქვედა მხარეში კი განთავსებული არის დინამიკის ჭრილი. Smartphone-ს აქვს საკმაოდ კარგი ხმა. Smartphone-ის უკანა პანელში იმალება 2 ცალი მინი სიმბარათი, რომლებიც არის ჩვეულებრივი სიმბარათის ჩასადები, ასევე micro SD ბარათის ჩასადები და საკმაოდ დიდი ბატარეა, 2150 mAh ბატარეა, რომელიც 5 ინჩიანი smartphone-ისათვის, განსაკუთრებით კი 2 სიმბარათიანი smartphone-ისათვის საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია. Smartphone მუშაობს Android-ის 4.2 ვერსიაზე, მასში გამოყენებული არის MediaTek-ის ჩიპსეტზე მომუშავე 4 ბირთვიანი პროცესორი, სწორედ ეს არის ამ smartphone-ის განსაკუთრებული მხარე, ასევე ამ smartphone-ში გამოყენებული არის MediaTek-ის PowerVR SG-X554 ვიდეო ბარათი, რომელიც გამოიყენება როგორც ვიდეო ფაილების გასახსნელად, ისე თამაშებისათვის. ამ smartphone-ის ოპერატიული მეხსიერება არის 2 GB, რაც ასევე განსაკუთრებულს ხდის მას. ჩვენ შეგვიძლია მოვინახულოთ smartphone-ის პარამეტრების სწრაფი წვდომის მენიუ, სადაც მნიშვნელოვანი დეტალებია, მაგალითად სიკაშკაშის რეგულირება, ასევე ეკრანის განათების დრო, ასევე ეკრანის მობრუნების გასწორება და სხვები. მთლიანი პარამეტრების მენიუ საკმაოდ მრავალფუნქციურია, აქ გვაქვს მაგალითად Wi-Fi-ის ჩართვა, ასევე Bluetooth-ი, აუდიო პროფილების შეცვლა, რომელიც თქვენ გვისასურვებ აუდიო რეჟიმს დააყენებს, ასევე არის ლოკაციის სერვისები, მაგალითად Backup and Reset, რომელიც საშუალებას გაძლევს თქვენი smartphone-ის ინფორმაცია გადაიტანოთ ჩიპზე, შემდეგ კი განსაკუთრებულ შემთხვევაში უკან დააბრუნოთ, ასევე არის ანგარიშების დამატების საშუალებაც. Smartphone-ის პარამეტრების მენიუ სტანდარტულია Android-ის ამ ვერსიაში. უნდა აღინიშნოს, რომ აქ გამოყენებული არის Huawei-ის სამხმარებლო გარემო MUI, რომლის 1 და 6 ვერსია მოდელში. აქ არის მნიშვნელოვანი აპლიკაციები Google-ისაგან, მათ შორის არის Google-ის ბრაუზერი, რომელთაც შეგვიძლია გავხსნათ ნებისმიერი საიტი, ჩვენ გავხსნათ Zoom-ის ვებგვერდი, ასევე ვებგვერდის ძველი ვერსია. ეს ბრაუზერი საკმაოდ სწრაფია, იგი არის სრულყოფილი, ისე როგორც თქვენს კომპიუტერში. ბრაუზერის გარდა გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი აპლიკაციები, მაგალითად YouTube-ის აპლიკაცია. YouTube-ის აპლიკაცია შესაძლებელია ნებისმიერი ვიდეოს გახსნა, მით უმეტეს ამ smartphone-ზე შესაძლებელია მობილურებულ რეჟიმში ვიდეოების ნახვა, რაც საკმაოდ კომფორტულია. გარდა ამისა, აქ გვაქვს Tools menu, საიდანაც შესაძლებელია ჩავთვალოთ DLNA განყოფილება, რომელიც საშუალებას გაძლევს შიდაქსელში გააზიაროთ ნებისმიერი ფაილი, მათ შორის ფოტოები და ვიდეოები. ფაილებისათვის გვაქვს File Manager, რომელიც საშუალებას გაძლევს მოაწესრიგოთ თქვენი ინფორმაცია SD ბარათსა და თქვენ smartphone-ს შორის. აქ არის Kingsoft Office, ეს არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევს თქვენი Office-ის დოკუმენტები გახსნათ, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ Microsoft-მა უკვე გამოუშვა ამ Android-ის smartphone-ებისათვის Office-ის აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ Play Store-დან. Play Store არის საკმაოდ მდიდარი, შესაძლებელია ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერა. ჩვენ ასევე უნდა ვნახოთ ამ smartphone-ის კამერის აპლიკაცია. კამერა არის 8 მეგაპიქსელიანი, რომელსაც აქვს სხვადასხვა გადაღების რეჟიმები,
გადაღების რეჟიმებიდან გამოირჩევა პანორამული რეჟიმები, ასევე HDR რეჟიმი. აქვე არის სურათის ხარისხების რეგულირება, რომელზეც ბევრს არ ვისაუბრებ, smartphone-ებს საკმაოდ კარგ ფოტოებს. აქ არის ბევრი აპლიკაცია დაინსტალირებული, უკვე აღნიშნეთ, რომ მათი გადმოწერა თქვენ Play Store-დან შეგიძლიათ, თუმცა არის ეგრეთ წოდებული ვიჯეტები, რომლებიც სწრაფად მიგაწვდენთ ნებისმიერ აპლიკაციაზე, რომლის საშუალებაც ამ smartphone-ს გააჩნია, მათ შორის სიმღერებზე. Smartphone გამოდის თეთრი და შავი ფერის, მას არ აქვს მაღალი ფასი, სწორედ ამითია იგი განსაკუთრებული. მის შეძენა თქვენ ზუმერის მაღალი ტაქსტში შეგიძლიათ, ასევე ვებგვერდზე zoom.eg. მადლობა რომ გვიყურებდით, სხვა მიმოხილებით კი შემდეგში დაგიბრუნდებით. ახლა